ანუ მეფეც კაია, ყველაფერი კაია, თვითგადარჩენის ინსტინქცია ყველაზე ძლიერი რა. ანუ უკვე ომი წააგეთ, გადიხარ უკან და მე ჯარი აირია, გაიქცა და ასე შემდეგ. ანუ მთელი ომის მუღამი ის იყო პირველს მწყობრი ვის დაერღვეოდა. მწყობრი დაგერღვოდა მტერი ისე ვისია როგორც მწყობში უნდა მდგარიყო და რა ჩანაფიქრიც ჰქონდათ ომი წააგეთ. თუ მაინც თქვათ გონებამ და თვითგადარჩენის ინსტინქტი არ იმუშავდა, ბრძოლა გააგრძელე, ფლანგი მოგერღვა, აი ეკენა შემოვლენ და შენ რო იქ თელ ამბავში ხარ, აი ეკენა რაღაცა შეგარჭობენ და დაგბრიდაო, ან ფეხში, ან თავში, ან კისერში რაღაცა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა რომ მდგარიყავთ ერთად. შეიძლება მდგარიყავით თქვათ უკან დამიდექ ისე. შეიძლება მდგარიყავით თქვათ 500-ნი. შუბით უკან ესე მოყვება ხალხი, ამის უკანაც შეიძლება კიდე მესამე რიგი მდგარიყო უფრო გრძელი შუბით. ისინი ამას შეიძლება ქონოდა 2 ან 3 შუბი. ანუ ერთი ისროლა, მეორე ისროლა, მეორე ისროლა, მესამე თან მე წინ მოვდივარ, თან ამას ანუ საძგერებელი შუბით მოვდივარ და ფარით გაწვევ. და საქმე მიმყავს იქამდე რომ ეს მწყობრი როგორღაც დავარღვიო. ანუ უყურეთ